საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. აბოსწამების მესამე თავს იოანე საბანისძემ დაარქვა წამება წმინდისა ხაბოისი. რადგან მისი მიზანი იყო ამ შემთხვევაში უკვე გადმოეცა როგორ მოხდა აბოსწამება და რა მოვლენები იქცევდა მის ყურადღებას წამების მომენტიდან. ან მისი წინარე თუ მომდევნო პერიოდის ამბებიდან, რის გადმოცემასაც აპირებდა ჰაგიოგრაფი. უპირველეს ყოვლისა, მან ეს თავი დაიწყო თარიღით და წელთაღრიცხვის მაშინდელი სისტემების გამოყენებით, რადგან ძველ საქართველოში წელთაღრიცხვის რამდენიმე სისტემა არსებობდა მოგეხსენებათ, დაათარიღა, რომ ყველას სცოდნოდა, როდის იყო აბოსმარტვილობის დრო ქრისტესაკეთ დასაბამითგან, ვინ იყო ამ დროისათვის მეფე, ვინ მთავრობდა ქართლში და ასე შემდეგ. ანუ ვისაც კი რა განათლება ჰქონდა მიღებული და ვინ როგორ იცოდა წელთაღრიცხვის სისტემები, იმის მიხედვით გაიგებდა და გაიაზრებდა აბოსწამების თარიღს. ამის შემდეგ კი ის უკვე შეუდგა იმის გადმოცემას, თუ როგორ აღსრულდა წმინდა მოწამე, როგორ დააპატიმრეს იგი და როგორ აწამეს. საგანგებოდ შენიშნავს იოანე საბანისძე იმას, რომ აბოსწამება დაემთხვა ნათლისღებას და იგი ნათლისღებას მაცხოვრისას ეძახის განცხადებას. რატომ საინტერესოა? რადგან ნათლისღება მეორენაირად წმინდა მამების მიერ განიმარტება როგორც სამების გამოცხადება. რადგან ამ დროისათვის უფალი იესო ქრისტე ნათელს იღებდა მდინარე იორდანეში, ანუ ძე ღმერთი, მამა ღმერთის ხმა მოისმა, ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ხოლო სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოვიდა და მარჯვენა მხარზე დააჯდა იესოს. ასე რომ მამა, ძე და სულიწმინდა, რადგან სამივე ჩანდა, ამიტომაც ნათლისღების დღესასწაულს, განცხადების დღესასწაულს ეძახიან. ქრისტიანული კულტურა ძალიან დიდ პატივს ცემს ამ დღესასწაულს, რადგან სწორედ ნათლისღებიდან დაიწყო მაცხოვრის მოღვაწეობა, იგი ნათლისღებით მოემზადა მოღვაწეობისათვის და აბოსწამების შემთხვევაში ეს აუცილებლად უნდა აღენიშნა იოანე საბანისძეს, რომ აბოს ჭეშმარიტი მოღვაწეობა, ანუ გვირგვინოსნობა, მისი დაგვირგვინება მისი მოღვაწეობისა დაემთხვა სწორედ სამების განცხადების, ანუ ნათლისღების დღესასწაულს, როცა აბომ საკუთარი სისხლით იღო ნათელი. გარდა ამისა, იგი გადმოგცემს, რომ ჯერ ერთხელ დააპატიმრეს აბო, მაგრამ იგი სტეფანე ერისთავის, მაშინდელი ქართლის ერისთავის მიერ იქნა დახსნილი, სტეფანოს გურგენის ძედ მოიხსენიებს მას ჰაგიოგრაფი, რომელიც ნერსეს დიშვილი იყო, ხოლო მეორედ უკვე ისარგებლეს თბილისელმა მუსლიმანებმა იმით, რომ ახალი ამირა მოვიდა თბილისში, ხელახლა დააბეზღეს აბო და მათ ჰქონდათ თავიანთი ლოგიკა, რის გამოც ითხოვდნენ, რომ აბო აუცილებლად სანიმუშოდ დაესაჯათ. ეს გახლდათ, რომ მას მიბაძავდნენ არაქრისტიანები, შესაძლოა თვითონ არაბი არაქრისტიანებიც და ამიტომ უნდა ყოფილიყო სანიმუშო მისი წამება, რომ სხვა მუსლიმან არაბებს ვერ გაებედათ ან და თუნდაც ქართველ ქრისტიანებს ვერ გაებედათ თავისი სარწმუნოების შენარჩუნება, ან კიდევ უფრო ხაზგასმით ამ სარწმუნოების დაცვა. ამიტომაც ითხოვდნენ ამირებისაგან, რომ მათ საგანგებოდ დაეპატიმრებინათ და სანიმუშოდ დაესაჯათ აბო. ამიტომაც უკვე ახალმა ამირამ ხელახლა დააპატიმრა აბო 27 დეკემბერს, სტეფანე პირველმოწამის ხსენების დღეს და 9 დღე იყო აბო საპყრობილეში. ამ 9 დღის განმავლობაში იგი მარხულობდა, ქველმოქმედებდა, დღედაღამ ფეხზე იდგა, ისე განადიდებდა უფალს, დღედაღამ გალობდა ფსალმუნებს. გარდა ამისა, გაყიდა თავისი სამოსელი, აჭმევდა ადამიანებს, უქადაგებდა იქ მყოფ ქრისტიანებს, დაპატიმრებულებს, რომ ისინი ძლიერნი ყოფილიყვნენ, არ შეშინებოდათ მტრისა და შეენარჩუნებინათ თავისი სულიერი კეთილდღეობა, ხოლო როცა მეათე დღე თენდებოდა, წმინდა აბომ იწინასწარმეტყველა, რომ მას ამ დღეს, ანუ მაცხოვრის ნათლისღების დღეს მოკლავდნენ.
დასჭიდნენ და შეიძლება მან კიდევ უფრო მეტი რამეც თქვა და ვთქვათ რაღაც ანდერძი დაუტოვა ადამიანებს ან სხვა რა, მაგრამ იმას, რასაც არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვებდა ჰაგიოგრაფი, ეს გახდათ, რომ წმინდა აბო წინასწარმეტყველად მოგვევლინა. ამასაც აქვს თავისი დიდი ახსნა. ქრისტიანული თვალსაზრისით, სულიწმინდის ნიჭები ეძლევათ ადამიანებს. პირველი ნიჭი თავისი ავტორიტეტისა და ღირსების მიხედვით არის ნიჭი წინასწარმეტყველებისა. აი ამიტომაც თუ კი ჰაგიოგრაფს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი პერსონაჟი წინასწარმეტყველის სახით წარმოედგინა მკითხველისათვის, იგი ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებდა. და რადგან აბომ იქ დამსწრე ქრისტიანებს, იქ დაპატიმრებულ ადამიანებს უთხრა, რომ მეორე დილა მისი სიკვდილისა გათენდებოდა, ამიტომ ცხადია, რომ ამ წინასწარმეტყველებას ხაზგასმით აღნიშნავდა იოანე საბანისძე. მართლაც, როგორც კი გათენდა ნათლისღების დღე, დადგა მართლაც აბოს წამების დღე. სულ ორიოდე სიტყვით მინდა გადავუხვიო ამ შემთხვევაში ტექსტიდან და შემდეგ გავაგრძელებ. ისევ ტექსტის მიხედვით რა შეიძლება ვთქვათ. რატომ არის, რომ საგანგებო ყურადღებას აქცევს იოანე საბანისძე იმას, თუ აბო როგორ მოემზადა სიკვდილისათვის. რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქადაგება, რომელსაც წმინდა მამები თავიანთ სულიერ შვილებს ასწავლიდნენ ხოლმე, გახლავთ გახსოვდეს სიკვდილი. გახსოვდეს სიკვდილი, რადგან ეს ქადაგება ადამიანს მარადიულად მზადყოფნისაკენ მოუწოდებს. აი ცნობილია ასეთი ამბავი, ერთ-ერთი ახლად ბერად შემდგარი ადამიანი მისულა ძველ და გამოცდილ ბერთან და უთქვამს, რომ მამაო, რაიმე ისეთი სწავლება მომეცი, მთელი ცხოვრება რომ გამომადგებაო და რომელიც ჩემი სულის ცხონებას გამოიწევსო. გამოცდილმა ბერმა უთხრა, შვილო, ყოველ წამიერად დაფიქრდი. აი ამჟამად მე რომ უფალთან მივიდე, მას მოვეწონები? იმიტომ რომ ჩვენ ხომ არავინ ვიცით, როდის დაგვიძახებს უფალი თავისთან და როდის გაიყვანს ადამიანის სულს ამ ქვეყნიდან. თუ შენ ჩათვლი რომ უფალს მოეწონები, ნეტაი შენა. თუ არადა იმ წამშივე იფიქრე, როგორ გამოსწორდე და უფლისათვის სათნო როგორ გახდეო. ანუ გახსოვდეს სიკვდილი ერთ-ერთი უდიდესი ქადაგებაა და ჰაგიოგრაფია ყოველთვის ცდილობს გვასწავლოს არა მარტო ის თუ როგორ ვიცხოვროთ, არამედ ისიც თუ როგორ მოვემზადოთ სიკვდილისთვის, რადგან სიკვდილი ჰაგიოგრაფის თვალში და ნებისმიერი ქრისტიანის თვალში არის გარდაცვალება, ანუ ახალი სიცოცხლის დასაწყისი. თანაც მარადიული სიცოცხლისა. ამიტომ ადამიანი მისთვის აუცილებლად უნდა ემზადებოდეს. წმინდა აბომაც რომ იგრძნო, რომ განჭვრიტა, რომ მეორე დღეს მას მოკლავდნენ, ის ღამე გაათენა ისე, როგორც სანიმუშო შეიძლება ყოფილიყო სიკვდილისთვის მომზადების თვალსაზრისით. მან ყველა ეკლესიაში დააგზავნა კერეონები, კერეონი გახლავთ დიდი სანთელი და სთხოვა ყველას, რომ მისი სულისათვის ელოცათ. ეს კერეონი მან გაყიდული ტანსაცმლის ფულით იყიდა. დანარჩენი ეს ფულით ნაყიდი სარჩო დაურიგა ადამიანებს და სთხოვა, რომ მისი სულისათვის ელოცათ. თვითონ მთელი ღამე ფეხსემდგარმა გაათენა. ითხოვა მან, რომ ორი კერეონი შემოენახათ ეკლესიებში დარიგებული კერეონების ეკლესიაში დარიგებული კერეონებიდან რაც დარჩებოდა, ეს ორივე დაიჭირა ჯაჭვბორკილ დადებულ ხელებზე, დაბორკილ ხელებზე და მთელი ღამე სანამ კერეონები ჩაიწვა, განადიდებდა უფალს ფსალმუნებით. რადგან მან იცოდა, რომ მეორე დღეს უფალთან უნდა მისულიყო და ფსალმუნთა გალობით გათენება ღამის, ანუ ლოცვით შეხვედრა უფალთან, განსაკუთრებით კარგ საქმეთ, ან განსაკუთრებით სათნო საქმეთ მიიჩნია ღვთისათვის. გარდა ამისა, მან ითხოვა, რომ ეკლესიიდან მოეტანათ მისთვის მაცხოვრის სისხლი და ხორცი, ანუ ზიარების საიდუმლო და ეზიარა, ამითაც მოემზადა. გარდა ამისა, დაიბანა მან სხეული და იცხო ზეთი.
იგი ამბობს თვითონ, რომ მენელსაცხებლეობა იმიტომ იყო კარგი სპეციალობა, რომ ესაჭიროებოდა მენელსაცხებლე ცოცხალსაც და მიცვალებულსაც. გვამს ყოველთვის ამზადებდნენ ნელსაცხებლებით, აი გავიხსენოთ მენელსაცხებლე დედები, რომ მიდიოდნენ იქ, სადაც იესო ქრისტე იყო დასვენებული, რომ მისთვის ნელსაცხებელი წაესვათ. და აბომ გამოაცხადა, რომ იგი აქამდე ამზადებდა სხვებს. ახლა კი მოიმზადებდა თავს იმისათვის, რომ მაცხოვართან მისულიყო. რადგან მან დაიმოწმა ფსალმუნის ფრაზა: სურნელება სულისა არის სათნოუფლისათვის და ნელსურნელება, რომელიც ანუ კეთილი სურნელი, რომელიც სულს ასდის, ძალიან მისაღებია ღვთისათვის და ამიტომ ნელსაცხებით გარეგნული მომზადებაც სულიერ მომზადებასთანაც იყო დაკავშირებული. ამგვარადაც მოემზადა აბო და ბოლოს უკვე იგი ნელსაცხებელ ნაცხები, ლოცვით ღამე გათენებული ნაზიარები უკვე მზად იყო იმისთვის, რომ გაეყვანათ იგი მსაჯულებს. მართლაც ყველაფერი ეს როგორც კი აღასრულა აბომ, შემოვიდნენ მსაჯულები, მსაჯულებისგან გამოგზავნილი ადამიანები და წაიყვანეს იგი ამირასთან. ამირამ უკანასკნელად და კიდევ ერთხელ სცადა, რომ აბო შეეშინებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან იგი მართლაც მზად იყო სიკვდილისათვის და კიდევ ერთი რამ, სანამ ამირამდე მივიდოდა, აბომ საკუთარი სულისათვის საკეთილდღეოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადადგა. კერძოდ, როცა აბო მიჰყავდათ იოანე საბანისძე ამას ასახავს არაჩვეულებრივი მხატვრული სურათით. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ აბოს ეშინია მაინც, იმიტომ რომ ის ადამიანია ხორციელი და სიკვდილთან შეხვედრა ასე ადვილი არ არის. და აბო დაინახავს, რომ მიასვენებენ აბოს, ანუ წინ მიდის მისი გვამი, ასე პირობითად რო ვთქვათ, და თვითონ უკვე სულად ქცეული უკან მიჰყვება გვამს, როგორც ჭირის უფალი. აი ამით აბოს ენიშნა, რომ მის სულს შიში შემოეპარა, შიში სიკვდილთან შეხვედრისა. და რადგან უკვე მისთვის სრულიად ნათელი იყო ამ სურათითაც, რომ უფალი მას ამზადებდა სასიკვდილოდ, რადგან ამირას უკვე უნდა გაეცა მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება, აბომ დაიწყო 118 ფსალმუნის კითხვა. 118 ფსალმუნი გახლავთ მიცვალებულის ფსალმუნი, ასე ეძახიან მას. ეს არის მე-17 კანონი, რომელსაც ეკლესია უწოდებს ჭირის კანონს. და მიცვალებულის ფსალმუნს, ანუ 118 ჭირის კანონს, მიცვალებულისათვის ჭირის უფალი კითხულობს 40 დღის განმავლობაში. ანუ ამით ჭირის უფალი ეხმარება მისთვის ძვირფას მიცვალებულს, რომ მან 40 საზვერე, ანუ ცოდვის საცავი გაიაროს, შეეწიოს ამაში და იგი უფალთან წარდგეს მე-40 დღეს. აბომ რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ ჭირის უფალი საკუთარი თავისა თვითონვე უნდა ყოფილიყო, თავის თავს წაუკითხა 118 ფსალმუნი. ნეტარარიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან სჯულსა უფლისასა და სიკვდილის შიში მან ამით დაძლია. სანამ ამირამდე მიიყვანეს, მან შეძლო ჭირის კანონი თავიდან ბოლომდე წაეკითხა. ეს გახლავთ 176 მუხლისაგან შემდგარი ფსალმუნი და ყოველი მუხლის შემდეგ აბო კითხულობდა ავაზაკის ლოცვასო, იოანე საბანისძე გვეუბნება. რატომ ამით კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ნაბიჯს გადადგამს აბო და იოანე საბანისძე ხაზს გაუსვამს ამას. რადგან 118 ფსალმუნი, ეგრეთ წოდებული ჭირის კანონი, არის 60 კართან მიმყვანი ადამიანის და ჭირის უფალს ეს შეუძლია, რომ თავის მიცვალებულს გაუკეთოს, მიიყვანოს 60 კარამდე. მაგრამ 60 კარის გაღება შეუძლია მხოლოდ თვითონ ადამიანს თავისი ღვაწლითა და დამსახურებით. და აბო გაიხსენებს იმ ადამიანს, რომელსაც გაეღო 60 კარი პირველს, ანუ ავაზაკს. ავაზაკი იყო ის, ვინც თავისი ერთი ლოცვით მომიხსენე მეუფალო, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა, დაიმსახურა ის, რომ მას უფალმა უთხრა: ამინ გეტყვი შენ, დღეს მზეც არ იქნება ჩასული, რომ შენ ჩემთან იქნები სასუფეველშიო.
აი ამიტომ აბომ იცის რა ეს ყველაფერი, რადგან იგი განათლებული ადამიანია და ყოველივე შესწავლილი აქვს, რაც კი ქრისტიანობას ეხება. 118 ფსალმოში ყოველი მუხლის შემდეგ ამბობს მომიხსენე მეუფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. ანუ მან ავაზაკის ლოცვა 176 ჯერ წარმოთქვა. ამით როგორ მოიქცა უყურეთ, ხორციელათაც მოემზადა სიკვდილთან შესახვედრად. სხეული მოამზადა ამისთვის და სულიც მოამზადა იმითი, რომ 64-ის კართან მიმყვანებელი ფსალმუნით წაიკითხა და 64-ის კარის გამღები ავაზაკის ლოცვაც ამ ლოცვას სწორედ ასე ეძახიან. წმინდა მამები 64-ის კარის გამღებელი. აი ეს ლოცვა მან 176 ჯერ წართქვა. ანუ ის უკვე იმდენად მზად იყო და იმდენად ძლიერი იყო ამირასთან შესახვედრად, რომ როცა ამირა მას ოქროსა და ვერცხლს პირდებოდა, ოღონდ უარი ეთქვა ქრისტეს რჯულზე, მან უთხრა ძალიან ნათლად, რომ მე პატივსა კაცთაგან არ ავეძიებ. რამე თუ მაქუსმე ნიჭი ქრისტეს მიერი. ანუ ჩამოუყალიბა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც დედამიწაზე ეძებენ პატივსა და დიდებას და მათ ჭირდებათ ოქრო ვერცხლი, მაგრამ აბოს ეს პატივი და დიდება მხოლოდ სასუფეველში უფლისაგან სჭირდებოდა და იქ არ სჭირდებოდა მას ოქრო და ვერცხლი. ხოლო შემდეგ, როცა ამირამ კვლავ გააგრძელა მასთან საუბარი და სცადა ყოველ მხრივ, რომ იგი გადაებირებინა, აბომ ასევე არაჩვეულებრივი რამ უთხრა. ესეც კარგი მხატვრული ხერხია იოანეს აბანისის მიერ გამოყენებული, როგორც კედელსა მაგას, რომელსა მიყდნობილ ხარ. არ ესმის ცუდნიეგე შენი სიტყვანიო, ისი არ მესმის მეო. ანუ სულ ერთია, რას მეტყვი, ჩემი გონება ქრისტესთან არს ზეცას და ამიტომ აღასრულე ის, რის აღსრულებასაც აპირებო. და ბოლო წვეთი, რამაც გააღიზიანა ამირა, ის იყო, რომ აბომ შესთავაზა მას, თვითონაც გაქრისტიანებულიყო და ისე გაეგო, რას ნიშნავს ქრისტეს სიტკბოება და ქრისტეს სარწმუნოების სიყვარული. ამის შემდეგ უკვე აბო დასჯილი იქნა და ერთი საინტერესო დეტალი კიდევ არის იოანეს აბანისის მიერ გამოყენებული, როცა იგი გვეუბნება, რომ აბოს დასჯა 40 სებასტიელი მოწამის, 40 წმინდა მოწამის ეკლესიის ეზოში აღსრულდა, რადგან 40 სებასტიელი მოწამე სიკვდილით დასჯის შემდეგ ურმით გადაიტანეს და დინარეში გადაყარეს. და იმიტომ შენიშნა იოანეს აბანისძემ ეს დეტალი, რომ როცა აბოს თავი მოკვეთეს და ამით იგი პავლე მოციქულს მიემსგავსა, მისი გვამი სწორედ ურმით გადაიტანეს დინარე მტკვრამდე, მაგრამ არ გადააგდეს მისი გვამი, დაუმატეს და იგი დაწვეს. დაწვეს, რადგან ამით გამოჩნდა ქრისტიანთა ჩვეულება. თვითონ არაბებისთვის ცნობილი, სხვათა შორის, იმიტომ რომ არაბები კიდევ ერთხელ მივიდნენ ამირასთან და უთხრეს, რომ აბოს გვამის დატოვება არ შეიძლებოდა. ქრისტიანებს ასეთი ჩვეულება აქვთო. ისინი არა მარტო პატივს სცემენ, დაკრძალავენ და შემდეგ ამ საფლავს დიდ პატივს მიაგებენ, არამედ შემდეგ ჭორებს გაავრცელებენ, რომ მიცვალებულიც კი იგი სასწაულებს აღასრულებს და მისი საფლავიც კი მკურნალია. ამიტომ დავწვათ, რომ არ ჰქონდეთ ეს საცდური და ვერაფერი მსგავსი ვერ თქვანო. ამიტომ 40 სებასტიელის წამებას დაემატა ის, რომ წმინდა აბო დაწვეს და ამგვარად მისი ფერფლი და ძვლების ნაწილი გადაყარეს მტკვარში. საბოლოოდ ერთი რამ უნდა გითხრას იოანეს აბანისძეს. ამ ნაწარმოების ფინალური ფრაზებით ის გვეუბნება, წარმოჩნდა ერთი რამ, რომ უფალს ვინც უყვარს და ვინც უფლისაკენ მიდის, ის ყოველთვის იქნება ძლიერი, ყოველთვის იქნება გამორჩეული და როგორც გინდა დევნიდნენ და ავიწროვებდნენ, მაინც უფალი ჩაიხუტებს მას გულშიო და აი აბო სწორედ ის არის, ვინც თავისი მოწამეობრივი აღსასრულით უფალთან დამკვიდრება შეძლო. ამის შემდეგ უკვე იოანეს აბანისძეს იზღა დარჩენო და აბოს ქება წარმოეთქვა, რაც შეასრულა კიდეც მან ნაწარმოების მეოთხე თავით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.